ტრამპი ორ ფრონტზე ბრძოლას განაგრძობს. ერთის მხრივ საერთაშორისო პოლიტიკა, სოფლიოს გადაკეთების პროცესი, უკრაინაში ომის დასრულება, მეორეს მხრივ კი შიდა დაპირისპირებები და წინააღმდეგობები. ფსევდო-ლიბერალი დემოკრატები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობენ ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკა როგორმე შეაფერხონ და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებენ. დაწყებული შტატის ამ ფედერალურ დონეზე მოძიებული კანონით და ღია დაუმორჩილებლობით დასრულებული. როგორც ჩანს, პრეზიდენტს მალე მოუწევს ზოგიერთი შტატისთვის მისი გუბერნატორის ლიბერასტული პოზიციის გამო ფედერალური დაფინანსების შეჩერება. სხვაგვარად ზოგიერთების ტვინში ვერადავერ შედის, რომ დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი და რომ ქალთა სპორტულ სახეობებში ბიოლოგიური მამაკაცების მონაწილეობა კატეგორიულად დაუშვებელია. ერთი თვის წინ ტრამპის ხელმოწერილ ბრძანებას ქალთა სპორტში ტრანსგენდერების მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მეინის შტატის გუბერნატორმა ჯენეტ მილსმა გაუწია. 1,300,000-იანი შტატის გუბერნატორმა გადაწყვიტა ქვეყნის პრეზიდენტს პოლიტიკური ომი გამოუცხადოს. LGBT ადამიანების უფლებები ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრამპი და ქალთა სპორტიო განაცხადა მილსმა და პომადიან მამრებს უთხრა შეგიძლიათ ქალთა სპორტის და ქალების მედლების მითვისება შვიდად განაგრძოთ. ყველასათვის გასაგებია, რომ ტრამპი ასეთი სილის გაწვნას არ გადაყლაპავდა. დაიბარა გუბერნატორები, მათ შორის ეს ჯენეტ მილსიც და პირდაპირ მედიის თანდასწრებით კითხა, რატომ არ ასრულებ ჩემს განკანგულებასო. გუბერნატორმა თავი იმით იმართლა, რომ ფედერალური კანონით ხელმძღვანელობო, რომლითაც დისკრიმინაცია დაუშვებელიაო. ანუ თუ კაბიან კაცებს რინგზე ქალების ცემის უფლება არ ეკნებათ, ამ ლიბერასტების აზრით ეს მათი დისკრიმინაცია ყოფილა. ტრამპმა მოკლედ უპასუხა, რომ ფედერალური კანონი თვითონ არის და თუ ჩემს გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილებით, ფედერალური დაფინანსების გარეშე დარჩებითო. დემოკრატმა გუბერნატორმა ბოლომდე გადაწყვიტა კონფრონტაციაში შესვლა და სასამართლოში შევხვდებითო, უთხრა ტრამპს. ასე რომ ყველაფერი სასამართლომდე მიდის, რომლის მოგებაში ტრამპს ეჭვიც არ ეპარება. მეინის შტატის გუბერნატორი კი სავარაუდოდ იმით დაკმაყოფილდება, რომ დემოკრატიულ პარტიაში ტრამპთან მოპაექრე პოლიტიკოსის საპატიო ტიტულს მოიპოვებს. თავად მეინის შტატში კი ქალთა სპორტი და ქალი სპორტსმენები კვლავ საშინელ დისკრიმინაციას განიცდიან. სკოლის დირექტორთა ასოციაციამ, რომელიც მართავს შტატის საშუალო სკოლებში სპორტის მიმართულებას, განაცხადა, რომ გააგრძელებს ტრანსგენდერის სპორტსმენების ქალთა სპორტში მონაწილეობის მხარდაჭერას. რთულია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული და ძვალღრბილში გამჯდარი ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებისაგან გათავისუფლება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ღირებულებების ერთგულებას პოლიტიკური დივიდენდების მოტანა შეუძლია. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ფსევდო-ლიბერალები რომ კუდის მოქნევას ეცდებოდნენ, ეს ნათელი იყო. ტრამპმა ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა, რომ LGBT ლობის და მთელ უკუღმართ სისტემას პრეზიდენტობის პირველივე წუთიდან დაუპირისპირდებოდა. პირველივე დღეს ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომლითაც სკოლებს აეგრძალებათ კრიტიკული რასის თეორიისა და ტრანსგენდერობის შესახებ სიგიჟის წახალისება. მე მივიღებ ისტორიულ ზომას, რათა დავამარცხო გენდერის იდეოლოგიის ტოქსიკური საწამლავი და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ღმერთმა შექმნა ორი გენდერი, კაცი და ქალი. კაცებს არ დაუშვებ ქალების სპორტში. ხელს მოვაწერ კანონს, რომელიც 50-ვე შტატში აკრძალავს ბავშვების სქესობრივ დასახიჩრებას. ერთის მხრივ ამერიკელ ამომრჩეველზე ამან დადებითად იმოქმედა და ჯანსაღმა საზოგადოებამ, რომელიც ამერიკაში უმრავლესობაა და რომელსაც უბრალოდ აღარ სურდა დამახინჯებულ რეალობაში ცხოვრება, ხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ტრადიციული ფასეულობების მიმდევარმა ტრამპმა არჩევნები მოიგო. მისმა პარტიამ გაიმარჯვა კონგრესშიც, მაგრამ ტრამპის მიერ წინასწარ დაანონსებულმა LGBT უკუღმართობასთან ბრძოლამ საშუალება მისცა LGBT ლობის კარგად მომზადებულიყო და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, შტატების გუბერნიებში თუ სასამართლო სისტემაში ჩაებუდებინა LGBT ლობისთვის სასურველი ხალხი. ტრამპმა დანაპირების შესრულება რა თქმა უნდა მაშინვე დაიწყო, როგორც კი საპრეზიდენტო ფიცი დადო. ხელი მოაწერა უამრავ აღმასრულებელ კანონს, რომელიც LGBT პროპაგანდას საგრძნობლად ასუსტებდა, მაგრამ აქ გამოჩნდა, რამდენად დიდი ბრძოლის გადატანა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვითარების გაჯანსაღება შეძლოს.
დაპირისპირება, დაუმორჩილებლობა და ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმა წინა ადმინისტრაციის პრო-ლგბტ წარმომადგენლებმა მაშინვე გააჩაღეს. სასამართლო დავა ცოტა ხნის წინ ტრანსების ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვის გამო დაიწყო. როდესაც ნიუ-ჰემფშირის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ ტრანსგენდერ საშუალო სკოლის მოსწავლეს შეუძლია ტრამპის განკარგულების კონსტიტუციურობის საკითხი სასამართლოში გაასაჩივროს. ეს ნაწილი იქნება სასამართლო პროცესისა, რომელიც მიზნად ისახავს იმ კანონის გაუქმებას, რომელიც ტრანსგენდერ მოთამაშეებს გოგონათა სპორტულ გუნდებში თამაშს უკრძალავს. ნიუ-ჰემფშირის მსგავსად მოსამართლეებმა დაბლოკეს სახელმწიფო აკრძალვები არიზონაში, აიდაჰოში, იუტაში, დასავლეთ ვირჯინიაში. ტრამპის კიდევ ერთი ბრძანების შესაბამისად ფედერალური ციხის თანამშრომლებმა სცადეს ტრანსგენდერი ქალის, რომელიც სასჯელს ქალთა ციხეში იხდიდა, მამაკაცთა დაწესებულებაში გადაყვანა. თუმცა აქაც საქმეში პრო-ლგბტ მოსამართლე ჩაერთო. მასაჩუსეტსის მოსამართლემ ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეაჩერა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ლგბტ ლობისტებს სხვადასხვა დაწესებულებებში ჯერ კიდევ შემორჩათ ერთგული ხალხი. ფედერალურ სააგენტოებს აქვთ ასევე განკარგულება, რომ ტრანსგენდერ თანამშრომლებს აუკრძალონ იმ საპირფარეშოების გამოყენება, რომელიც მათ დაბადების დროინდელ სქესს არ შეესაბამება. მარტივად რომ თქვათ, ქალად გადაცმული კაცი ვერ ისარგებლებს ქალების საპირფარეშოთი, რაც აქამდე ჩვეულებრივად ხდებოდა და არავის არ აინტერესებდა ჰეტეროსექსუალი ქალების აზრი. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას ისევ ტრანსი დაუპირისპირდა. სარა მაკბრაიდი, დელავერის შტატის სენატორი და დემოკრატიული პარტიის წევრი, პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. შესაბამისად, ის არის ლგბტ ლობის ერთადერთი ნათელი წერტილი. მან დაგმო პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცემული ახალი აღმასრულებელი ბრძანებები და ადმინისტრაცია ტრანსგენდერი ამერიკელების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. ინტერვიუში ტრანსმა თქვა, რომ არ დაუშვებს ტრანსგენდერი ამომრჩევლები ან რომელიმე დელავერელი ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდეს. მაკბრაიდი ამბობს, რომ ტრამპის მიზანია პატრიოტების ჩამოშორება ფედერალური სამსახურიდან. მე გავაგრძელებ ამ ადმინისტრაციის მცდარი პოლიტიკის გამომზეურებას, რომელიც მიზნად ისახავს ერის გახლეჩას მუშათა კლასის ხარჯზე. ტრანსის აზრით, თუ სკოლებში ბავშვებს არ ასწავლიან ლგბტ აქტივიზმს, ასევე საპირფარეშოში თუ ჰეტერო ქალს მშვიდად შეიძლება შესვლა და ეცოდინება, რომ ვიღაც კაბაში გამოწყობილი კაცი არ უთვალთვალებს, ეს ყოფილა არაპატრიოტული. ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტმა სახელმწიფო მოხელემ თუ მოსამართლემ გამოავლინა თუ ვის ემსახურება რეალურად. ორი აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა, რათა ფედერალური დაფინანსება შეეჩერებინა იმ პროგრამებისთვის, რომლებიც გენდერულ იდეოლოგიას უწყობდნენ ხელს და ასევე შეეწყვიტა კვლევითი გრანტები იმ ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის, რომლებიც არასრულწლოვნებს გენდერული ცვლილებისთვის საჭირო მკურნალობას სთავაზობდნენ, სიეტლში ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა. ასევე აშშ-ის დასავლეთ ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ლორენ კინგმა ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებები დისკრიმინაციულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი კონგრესსა და პრეზიდენტს შორის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს არღვევენ. მანამდე კინგმა ორკვირიანი დროებითი აკრძალვა გამოსცა, რომელიც ვაშინგტონის, მინესოტასა და ორეგონის შტატებში ამ ბრძანებების აღსრულებას ბლოკავდა. სასამართლო მოსმენის შემდეგ მან შეზღუდვა გააფართოვა და დროებითი აკრძალვა კოლორადოზეც გაავრცელა. კინგმა აღნიშნა, რომ ტრამპმა გადააჭარბა თავისუფლებამოსილებას აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემით. გარდა ამისა, კინგმა განაცხადა, რომ ტრამპის გენდერული იდეოლოგიის აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც სქესს მხოლოდ მამაკაცად ან ქალად განიხილავს, ტრანსგენდერი ადამიანების არსებობას უარყოფს და მათთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ამ შტატების ხელმძღვანელების განცხადებით ეს ბრძანებები ზღუდავენ ექიმების შესაძლებლობას მკურნალობა გაუწიონ გენდერული დისფორიით დაავადებულ პაციენტებს და ხელს უწყობენ ტრანსგენდერი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უარყოფითი ზემოქმედების ზრდას, მათ შორის მძიმე დეპრესიას, თვითდაზიანებასა და სუიციდს. მოსამართლე კინგმა თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ბრძანებები არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებას, რომელიც კრძალავს ადამიანების განსხვავებულ მოპყრობას მათი სქესის ან ტრანსგენდერული სტატუსის საფუძველზე. ვაშინგტონის შტატის პროკურორი ნიკ ბრაუნი მოსამართლე კინგის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, თუმცა მისივე თქმით ცალკეულმა შტატებმა და სასამართლოებმა დაიცვეს კანონის უზენაესობა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე კინგმა უარი თქვა იმ პუნქტის შეჩერებაზე, რომელიც ქალთა გენიტალიური დასახიჩრების წინააღმდეგ ზომების მიღებას მოიცავდა. რადგან ზემოთ აღნიშნული შტატების ხელმძღვანელებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ეს პუნქტი მათ უფლებებს ზიანს აყენებდა. 2025 წლის 21 თებერვალს მერილენდის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ორი აღმასრულებელი ბრძანების უმეტესი ნაწილი, რომლებიც მიზნად ისახავს სამთავრობო სააგენტოებში საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორში მრავალფეროვნების თანასწორობისა და ჩართულობის ინიციატივების გაუქმებას. აღმასრულებელი ბრძანება სახელწოდებით რადიკალური და მავნე სამთავრობო DEI პროგრამებისა და პრეფერენციების დასრულება ტრამპმა 2025 წლის 20 იანვარს გააფორმა. მეორე ბრძანება სახელწოდებით უკანონო დისკრიმინაციის დასრულება და დამსახურებაზე დაფუძნებული შესაძლებლობების აღდგენა 2025 წლის 21 იანვარს გაიცა. როგორც ჩანს, LGBT მყარებლებს დამსახურებაზე დაფუძნებული არაფერი სურთ. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ბრძანებები უკანონო ზღუდავს მრავალფეროვნების თანასწორობისა და ჩართულობის მხარდამჭერი შეხედულებების გამოხატვას და არ ღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ და მეხუთე შესწორებებს. მრავალფეროვნების თანასწორობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა დიდი ხანია ფედერალური ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი და გარკვეულ კონტექსტში ვალდებულებაც კი არის. თუმცა ადმინისტრაციამ DEI უკანონოდ გამოაცხადა და თქვა, რომ იგი შეწყვეტს ყველა თანასწორობასთან დაკავშირებულ გრანტსა თუ კონტრაქტს. სარჩელი 4 მომჩივანმა შეიტანა, მათ შორის ბალტიმორის მერმა, უმაღლესი განათლების მრავალფეროვნების ოფიცერთა ეროვნულმა ასოციაციამ, უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკულმა ასოციაციამ და რესტორნის შესაძლებლობათა ცენტრების გაერთიანებამ, რომლებიც ფედერალური გრანტებითა და კონტრაქტებით ფინანსდებოდნენ DEI-ის პროგრამებისთვის. ანუ იმ ხალხმა იჩივლა, ვინც ვითომ მრავალფეროვნების დანერგვისთვის ფულს იღებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ აღმასრულებელი ბრძანებები არ ღვევს მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, ეს ბრძანებები უკავშირდება სამ ძირითად დებულებას. გაუქმების დებულება, ყველა ფედერალური სააგენტოს ვალდებულებაა შეწყვიტოს თანასწორობასთან დაკავშირებული გრანტები და კონტრაქტები. სერტიფიკაციის დებულება. ფედერალურ კონტრაქტორებსა და გრანტის მიმღებებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ, რომ არ წარმართავენ DEI-ის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც არ ღვევენ ფედერალურ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას. აღსრულების მუქარის დებულება. გენერალურ პროკურორს ევალება მიიღოს შესაბამისი ზომები უკანონო დისკრიმინაციისა და პრეფერენციების დასასრულებლად, რაც მოიცავს DEI-ის პროგრამების შეზღუდვასა და კერძო სექტორზე კონტროლის გაძლიერებას. სასამართლოს თქმით, ეს დებულებები არაკონსტიტუციურია, რადგან ისინი არაკონკრეტულია. ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ფედერალური დაფინანსების მიღებას ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიასთან შესაბამისობაზე აფუძნებს. ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ალბათობით გაასაჩივრებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინება დროებით აჩერებს ტრამპის ანტი-DEI გადაწყვეტილებებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ მოსამართლეებს არ ეძლევათ უფლება გააკონტროლონ აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმური ძალაუფლება. მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროისთვის ისინი აფერხებენ პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღებული კანონების აღსრულებას. ვენსმა ფედერალური სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდა დაიცვან ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანების პუნქტები. როგორც ჩანს, LGBT ლობისტებმა და წინა ადმინისტრაციამ ძალაუფლების გადაბარებამდე კარგად იმუშავეს და უამრავი პრო-LGBT მოსამართლე თუ გუბერნატორი ჩანერგეს სხვადასხვა შტატებში. სწორედ იმ მიზნით, რომ მათ ტრამპის ჯანსაღი პოლიტიკისთვის რაც შეიძლება მეტად შეეშალათ ხელი. ქვეყნის შიგნით ნამდვილი და დაუნდობელი ბრძოლა დონალდ ტრამპს როგორც ჩანს კიდევ წინ აქვს. ერთის მხრივ მიიღოს და დაამტკიცოს კანონები, რომლებიც მორალზე, ზნეობაზე და ტრადიციულ ფასეულობებზეა დაფუძნებული და მეორეს მხრივ იბრძოლოს შემდეგ იმისთვის, რომ მათი აღსრულება შეფერხებების გარეშე მოხდეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტრამპი აშკარად ორ ცეცხლშუა მოექცა. აქეთ უტიფარი და ჭიჭყინა ზელენსკი, რომელსაც იმ ომის დასრულება არ უნდა, რომლის გაგრძელების თავიც აღარ აქვს, იქით კი Deep State, დემოკრატიული პარტია და ფსევდოლიბერასტები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის ყველა ინიციატივის დაბლოკვას ცდილობენ. გამოსავალი კი ალბათ თავად ტრამპის ხასიათშია. არავითარი დათმობა და არავითარი უკან დახევა.
კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. სოფლიოს გადაკეთების უმნიშვნელოვანესი პროცესი დაწყებულია და მისი შეჩერება პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა იქნება. ასე რომ მილიარდობით ადამიანის იმედგაცრუებას რამდენიმე დემოკრატიული შტატის დაფინანსების გარეშე დატოვება ჯობია. დროებით.